საქართველოს მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების რუკაზე 12 საგამოფენო სივრცე დღეიდან თბილისის საერთაშორისო გამოფენას არტისტერიუმს უმასპინძლებს. ახალი ტენდენციები და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები. მეოთხე საერთაშორისო არტისტერიუმის ფარგლებში ქართველი ავტორების სტილოების გარდა უცხოელი მხატვრების ნამუშევრებიც გამოიფინება. არტისტერიუმი კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა. ინტერნაციონალური ექსპოზიციები და უცხოელი ხელოვნები ნახეთ ლიზა ციციშვილის სიუჟეტში. ევროპის სახლის საგამოფენო სივრცე დღეს პოლონელი მხატვრების ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლებს. პოლონეთში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი შეხედულებები თანამედროვე პოლონელმა ხელოვანებმა გამოხატეს. უწყვეტი დისფუნქცია წლევანდელი არტისტერიუმი ამ სახელწოდების გამოფენით გაიხსნა. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე 16 პოლონელი მხატვრის განსხვავებული ნამუშევრები ჩამოვიტანეთ. ნამუშევრები ბოლო 20 წლის მანძილზეა შექმნილი. ინსტალაცია, ქანდაკება, ფოტო, წლევანდელი ექსპოზიცია წელს კიდევ უფრო მასშტაბურია. მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყნის სტუმარი ვარ. შევსწრები ჩემი ნამუშევარი აგიხსნა, ჩემი ნამუშევარია სამყაროზე რეალურ სივრცეში. მინდა ვიპოვო ზღვარი სინამდვილესა და თამაშს შორის, თამაში, რომელსაც ადამიანები რეალურ ცხოვრებაში თამაშობენ და თავად არ იციან, რას თამაშობენ. ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ აქ მთავარია ილუზიები. ინტერნაციონალური ექსპოზიციები დედაქალაქის 12 საგამოფენო სივრცეში განთავსდება. ასამდე მხატვარი 38 ქვეყნიდან ბოლო პერიოდში შექმნილ საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენს. არტისტერიუმის თემა წელს თავისუფალია: ვიდეო, არტი, ფოტო, ტილოები, ინსტალაციები და ქანდაკებები. პირობითად მსოფლიოში მნიშვნელოვან მოვლენებს და ახალ გამოწვევებს ეხმაურება. თავისუფალი ვარდნა მათი საერთო სახელწოდებაა. წელს თემა არის თავისუფალი ვარდნა, რაც გულისხმობს იმას, რომ მხატვარს აქვს მიცემული აბსოლუტური თავისუფლება, აირჩიოს თემა, აირჩიოს თავისი ფილოსოფიური თუ სოციალური კონტექსტი და ასევე მედია, ეს არის აბსოლუტურად მხატვარზე დამოკიდებული. ჩემი ნამუშევარი არის კულტურულ ფენომენსა და იდენტიფიცირების სიმბოლოებზე. არტისტერიუმზე წარმოვადგენ ნამუშევრებს, რომლებიც სამშობლოდან მექსიკიდან შორს შვეიცარიაში შეიქმნა. ძალიან საინტერესო ფესტივალია, აქამდეც ბევრი მსმენია არტისტერიუმზე და მიხარია, რომ მონაწილეობის საშუალება მომეცა. ძალიან მნიშვნელოვანია აი ამით, რომ ხვდები ახალ სახელებს, ხვდები ახალ მხატვრებს და აი ეს ურთიერთობა და გაცნობა ყოველთვის იწვევს მე კულტურების შერწყმას და ახალ რაღაცების კეთებას. უცხოელი და ქართველი თანამედროვე ავტორების გამოფენათა ციკლი დღეიდან დაიწყება. არტისტერიუმის მასშტაბური ექსპოზიციები თბილისში 12 ნოემბრამდე იქნება გამოფენილი.